ცალმე მაყურებელს დღეს მე მინდა ლევანთან ვისაუბრო იმ გამოწვევაზე, რომელსაც ქვია ისლამური ფუნდამენტალიზმი და ის რომ ეს გამოწვევა ჩვენ წინაშეც დგას, რადგან ჩვენ ქოცების ხელში ვართ ჯერჯერობით. ძალაუფლება ჩვენ ქვეყანაში ქოცების ხელშია ჯერჯერობით. ამიტომ ეს პრობლემა ჩვენც შეგვეხო და გვეხება. ლევან, შენ თორნიკეს ეთერში რამოდენიმეჯერ გაქვს ასეთი აზრი გამოთქმული, რომ ზოგადად დიდად არ გჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში ერთხელ და სამუდამოდ დაფუძნდება მშვიდობა, იმიტომ რომ თვითონ რელიგია, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ არჩეული და მისი ერთ-ერთი მიმდევრობა თუ მიმდინარეობა განსაკუთრებით შიიზმი არ აძლევს ამ ხალხს მოსვენების საშუალებას. მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მერე გადავიდეთ კონკრეტულად საქართველოში რა პრობლემები გაგვიჩინა საკონცერტო. არა, შიიზმი ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. პირიქით შეიძლება ითქვას კიდეც, რომ შიიზმი კიდე შედარებით უფრო რბილი ფორმა არის ისლამის. ჯერ ზოგადი ინფორმაცია, ისლამი ესეთ ერთიან მიმდინარეობას, ესეთ ეკლესიურად ჩამოყალიბებული რელიგია არ არის. მასში არის უამრავი შიდა დინება და მიმდინარეობები, მაგრამ ორი მთავარი ეს არის სუნიზმი და შიიზმი. სუნიტები დაახლოებით 80% არიან მორწმუნეების, შიიტები შესაბამისად უფრო ნაკლები, არის კიდევ უფრო მცირე მიმდინარეობები, თუმცა თვით ამ ორ მსხვილ მიმდინარეობის შიგნითაც არის თავისი ქვედა დინებები, რომელთა ასე ვთქვათ დეტალურ განხილვას აქ არ შევუდგები. ჩვენთვის რა არის საინტერესო, როცა ისლამთან გვაქვს შეხება. საქართველოში და ჩრდილო კავკასიაში 10 წლეულების და 100 წლეულების განმავლობაში, უფრო 100 წლეულებით შეგვიძლია ვთქვათ, იყო ისლამის ის ფორმა გავრცელებული, რომელსაც ტრადიციულ ისლამსაც ეძახიან, რომელიც რეალურად არის ეგრეთ წოდებული სუფისტური მიმდინარეობა, ეს არის თურქების ხელში ტრანსფორმირებული ისლამი და მოგეხსენებათ ოსმალეთის იმპერიის გავლენით შევიდა ისლამი ჩრდილო კავკასიაში, სადაც ის მხოლოდ მე-18 საუკუნეში გამოჩნდა, მანამდე ქრისტიანები იყვნენ, ჩვენი ძმები კავკასიელები, ეს ცნობისათვის. და მათ ისლამის მიღება აიძულა, ალბათ მიხვდები ვინ? არა, მე არ ვიცი. რუსეთის იმპერიამ. იმიტომ რუსეთის იმპერიასთან წინა მოიტანა და ისლამ რუსეთმა აიძულა. აიძულა, ოღონდ რა, ესე იგი, იმდენად გაამწარა მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ჩრდილო კავკასიელები რუსეთმა, რომ ჩრდილო კავკასიელებს დასჭირდათ იდენტობის დამატებითი ფორმის მიღება, რომ რაღაცნაირად ბარიერის რუსებისგან რომ გამიჯნულიყვნენ და თუ შეიძლება ითქვას, რუსების ჟინაზე მიიღეს ისლამი. აი პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა სუფიზმი არის ძალიან დარბილებული მიმდინარეობა ისლამის, რომელშიც აგრესიულობა, გარე აგრესიულობა, ჯიჰადის ფორმით არის მხოლოდ დატოვებული თავდაცვითი ომებისათვის. ანუ მუსლიმები, სუფიზმის მიმდევარი მუსლიმები, ასე ვთქვათ, გარე ესეთი ექსპანსიით და ესეთი, ასე ვთქვათ, ფანატიზმით არ გამოირჩევიან და მათთვის ჯიჰადი ყოველთვის არის თავდაცვითი ომის მდგომარეობა. რაც, ნორმალურია, ცივილიზაციურად ნორმალური მდგომარეობა, ხო? მაგრამ ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს ისლამის ის ფორმა, რომელიც სულ უფრო და უფრო იყიდებს ფერს და რომელიც არის სახელმწიფო რელიგია, მიაქციეთ ყურადღებას. ისლამის სწორედ ეს ფორმა არის სახელმწიფო რელიგია პირველ რიგში საუდის არაბეთში და არაბეთის ნახევარკუნძულის სხვა არაბულ სახელმწიფოებში. ეს არის ეგრეთ წოდებული ვაჰაბიზმი. რაზეა საუბარი? ვაჰაბიზმი ეს არის ქრისტიანებში რა შევადოთ, ქრისტიანობასთან პარალელურად გავალოთ, თქვენ თვითონ გაავლეთ, ეს არის მთლიანად დაყრდნობა რწმენაში მხოლოდ ყორანსა და სუნაზე. სუნა ეს არის ესე იგი ჯამური დასახელება იმ წიგნებისა, იმ გადმოცემისა, რომელიც უკავშირდება
რომელშიც შედის სირა, ეგრეთ წოდებული, ეს არის მოჰამედის ბიოგრაფია, პირველი ბიოგრაფია, დაწერილი ბიოგრაფია და ასევე სუნას მთავარი ნაწილი, მთავარი შემადგენელი ნაწილი, ეს არის გადმოცემები მოჰამედის შესახებ. და სწორედ ეს გადმოცემები, რა თქვა, სად რა ილაპარაკა, რა სიტუაციაში, ასე ვთქვათ, დავა როგორ გაარჩია და ასე შემდეგ. ეს არის ათასობით გადმოცემა, რომელიც სისტემატიზებულია ორ ძირითად კრებულში, ეს არის ალ-ბუხარის და ალ-ბუხარის კრებულია ძირითადი, მოდი სხვას თავი დავანებოთ, სადაც ეს სისტემატიზებულია და ფაქტიურად ეს სუნა, ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, ეს ამის საფუძველზე არსებობს შარიათი, ანუ მუსლიმური სამართლის ეს არის პრეცედენტული, ესე იგი, ამ სიტუაციაში ეს სიტუაცია როგორ გახსნა, როგორ გადაწყვიტა მოჰამედმა და პრაქტიკულად ცხოვრების ყველა ელემენტს მოიცავს და ესაა სწორედ შარიათი. ნუ პლუს რა თქმა უნდა ყორანის ძირითადი დებულებები. ეხლა მე შარიათში ჯერჯერობით არ წავალ, უბრალოდ ყველა და ესე იგი, ვაჰაბიტებისთვის არის ნიშნულოვანი რა წერია ყორანში, რა წერია სუნაში. მათთვის ყველაფერი იმის იქით არის ერესი და ასე ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვანაირად კითხულობს ყორანს ან პატივს არცევს მათი აზრით სათანადო სუნას, არის ერეტიკოსი და ასე ვთქვათ, ექვემდებარება ფიზიკურ განადგურებას. ფიზიკურ განადგურებას მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მე ყორანიდან ორ აიათზე, ანუ ორ აბზაცზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, გავამახვილებ ყურადღებას და ეს ორი აიათი განსაზღვრავს ჩემი აზრით დამოკიდებულებას მუსლიმებისა გარე სამყაროს მიმართ. პირველი ეს არის მეოთხე სურის, ანუ მეოთხე თავის სურა, ეს იგივე თავებია, მეოთხე სურის 24 აიათი, რომელიც მუსლიმებს აძლევს უფლებას მონებად ტყვეთ აიყვანონ, ესე იგი, ომის შედეგად ხელჩაგდებული ადამიანები დაატყვევონ და დაამონონ, ქალებთან დაამყარონ სექსუალური კავშირი, ანუ ისინი აქციონ სექსუალურ მონებად, მამაკაცები ან მონებად გაყიდონ, ან ასე ვთქვათ, შეუძლიათ მოკლან. მამაკაცობის განსაზღვრელი არის ბოდიში მაყურებელთან ბიჭუნას ბოქვენზე ბალანი აქვს თუ არა. ანუ ყორანი უშვებს, რომ 12-13 წელს და უფრო ზემოთ ასაკის ბიჭუნები პირდაპირ მოკლა, შენი მტრის. ან გაყიდო მონად, როგორც გინდა. გოგონები, ცოლები, ქალები ყველა ექვემდებარება სექსუალურ მონობას. ეს არ შეცვლილა. ეხლა მაგაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. და მეორე, და შეიძლება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ეს არის მე-9 სურის 29 აიათი. ამას მახვილის სურასაც ეძახიან, ხმლის მახვილის სურა, სადაც ძალიან ბევრი რამე არის ჩამოწერილი და მათ შორის ისიც, რომ ებრძოლეთ ყველა არამუსლიმს ებრძოლეთ იქამდე, სანამ ისინი ან არ იწამებენ ალახს, ვაჰაბიტურადთან. არა, ვაჰაბიტურად არა, როგორც არის, ესე იგი. ხო, ან ის ადამიანები წიგნის ხალხთაგან და ყორანი წიგნის ხალხს უწოდებს ქრისტიანებს და იუდეველებს არ გადაიხდიან ჯიზიას სამარცხვინოთ თავისი ხელით, ესე წერია პირდაპირ. ანუ უნდა დაედოთ მათ ხარკი, სამარცხვინო ხარკი, რომელიც მათ უნდა უხადონ მუსლიმებს. ესე იგი, ადამიანს ყორანის მიხედვით, თუ ის მუსლიმი არ არის, აქვს სამი გამოსავალი ქრისტიანს ან იუდეველს. ან უნდა მიიღოს ისლამი, ან უნდა სამარცხვინო ხარკი იხადოს, ან უნდა მოკვდეს. ადამიანს, რომელიც არ არის ქრისტიანი ან იუდეველი და მე მიამატეს ამას ზოროასტრელებიც.
აქვს მხოლოდ ორი არჩევანი. ან მიიღოს ისლამი, ან და მოკვდეს. აი შუალედური არჩევანიც არა აქვს. გარდა ამისა, ყორანი განსაზღვრავს და სუნაც განსაზღვრავს კონკრეტულად აი ეს ხარკი როგორ რაში გამოიხატება. ეს არის დამამცირებელი ხარკი არ ნიშნავს მარტო ფულის გადახდას. ეს ნიშნავს, რომ დამცირებით უნდა გადაიხადო. როგორ ხდებოდა ის შუა საუკუნეებში? მამასახლისი, აი ქრისტიანული თემის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმის და მიხედვით როგორი იყო ეს დადებული ხარკი, უნდა ხლებოდა ქალაქის ან სოფლის ცენტრალურ მოედანზე ადის ან მოლას იმ ქალაქის 4-ზე უნდა მისულიყო, 4-ზე ხოხვით, ყელზე უნდა ქონოდა გამობმული აი ეს ჩანთა ფულით და დამცირების ნიშნად ну ადგილობრივ ეს მუსლიმური თემის მეთაური ყადი იქნებოდა თუ მოლა ფეხს დაადგავდა თავზე და ისე გამოართმევდა აი ამ ჯიზიას აი ხარკს ქვია სამარცხვინო ხარკს ქვია ჯიზია რატომ მოვყევი ახლა აი ამდენი ყორანის შესახებ და ასე შემდეგ ერთსაც დავამატებ და უბრალოდ ცნობიერად რო კონდეს რაზეა საუბარი ყორანის აი ეს სურები თავები არ არის დაალაგებული ქრონოლოგიური ნიშნით. ისინი დაალაგეს თავის დროზე რაღაც უცნაურად, ესე იგი უფრო დიდი სიტყვა მრავალი სურები არის თავში მოქცეული და ნელ-ნელა ესე პატარავდება და მცირე სურები არის მოქცეული ბოლოსკენ. მაგრამ სუნა აი ეს გადმოცემები, ხო, მოჰამედის შესახებ, გვაძლევს საშუალებას, რომ ქრონოლოგიურად გადავალაგოთ ეს სურები და დავინახავთ, რომ ეს მე-9 სურა, მახვილის სურა, სწორედ, არის ბოლო, ერთ-ერთი ბოლო სურა, ანუ ეს არის ერთ-ერთი ბოლო ბრძანება მოჰამედის. ამას რატო აქვს მნიშვნელობა? იმიტომ რომ ყორანში ჩვენ გვხვდება სხვა ტიპის განცხადებებიც, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი რელიგია ჰქონდეს, იმათ თავისი, ჩვენი, ანუ ესეთი მშვიდობის მოყარე სურები და ხშირად აქცენტს აკეთებენ აი ამაზე. აი ამ ნაწილზე ყორანის და აი ეს სისხლიანი მე-9 სურა რატომღაც გვერდზე იწევს ხოლმე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისლამის ასე ვთქვათ, ღვთისმეტყველებაში არის მიღებული ძალიან მკაცრი კანონი. გვიან მიღებული სურები აუქმებს ადრე მიღებულ სურებს. ანუ რაც უფრო გვიან არის ესა თუ ის განცხადება მოჰამედის გაკეთებული და თუ ის წინააღმდეგობაში მოდის ქრონოლოგიურად უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებასთან, ადრე გაკეთებული განცხადება უქმდება და ძალაში არის ბოლო. ანუ გვაბოლებენ ადრე გაკეთებულებით და აიგნორებენ ბოლოს და რეალურს, რაზეც ებრძოლებიან. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ესე იგი, ეს უნდა ვიცოდეთ, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და გარდა ამისა, ხო, მორწმუნე მუსლიმებს სწამთ, რომ ყორანი, ტექსტი, ეს არის უშუალოდ ღვთის სიტყვა. ეს ისე არ არის, როგორც ჩვენ გონია, აი სახარებასთან დაკავშირებით, ხო? რომ ბოდიში, სახარებასთან დაკავშირებით, ჩვენ რა ვიცით, რომ ეს არის იესოს ცხოვრება, რომელიც ჩაწერეს მისმა უახლოესი გარემოცვის ადამიანებმა, ხო? მოციქულებმა და მოციქულების მოწაფეებმა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ღვთი ჩაგონებული, მაგრამ ეს არ არის უშუალოდ, ასე ვთქვათ, ღმერთის კარნახით დაწერილი ტექსტი, ხო? რომელშიც შეიძლება იყოს რაღაცა წინააღმდეგობები და სახარებებში არის ეს წინააღმდეგობები. ამისგან განსხვავებით, ისლამში მიღებულია, რომ ყორანი ეს არის თანადაუსაბამო ტექსტი ალაჰის და მასში არანაირი ცვლილების შეტანა და მისგან გადახვევა არ შეიძლება. და კიდევ ერთი მომენტი და ამით ასე ვთქვათ, ასეთ ყორანის გაცნობით ამბავს მოურჩები, ისლამში მიღებული არის ტაყია, წესი. ანუ თქვენ თუ თქვენი მიზნების განხორციელება გინდათ და გიწევთ ურთიერთობა არა მუსლიმებთან, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სიცრუეს, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც. ანუ თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მაგალითად მე არა ვარ მაჰმადიანი, არა ვარ მუსლიმი. და ვაღიარებ მაგალითად ქრისტეს ღმერთად. მაგრამ
ეს იმ შემთხვევაში თუ ეს თქვენს ან სიცოცხლეს ემუქრება, აი თქვენ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ, ან რაღაცა კარიერულ ან სხვა ტიპის მისწრაფებებს. დებით? ეს რა ხო, ანუ ჩათლახობა ნებადართულია და ხო, ეხლა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა მუსლიმი ასე ფიქრობს, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ მუსლიმების უმრავლესობა ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, საქმიანობენ, თავისი პრობლემები აქვთ, თავის ოჯახს სულიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ, ასე ვთქვათ, ესეთი იდეები და აზრები არ აწუხებთ. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აი ეს ვაჰაბიტური ტიპის ისლამი უფრო და უფრო ვრცელდება და იდგავს ფეხს. თანამედროვე მუსლიმურ სამყაროში უფრო და უფრო ძლიერდება. ამას აქვს ძალიან ბევრი თავისი მიზეზი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ასე ვთქვათ, ისლამის პოლიტიზაცია დაწყებული არის დაახლოებით 100 წლის წინ, მაშინ როცა კაიროში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული მუსლიმთა საძმო, Muslim Brotherhood. ამის უკან არ დგას რუსეთი? მე მუსულმანი არა, ამის უკან დგას სხვა ძალები. რუსებმა ამის შესახებ იციან და ამას იყენებენ, თორე ამის უკან თვითონ არ დგანან, რა თქმა უნდა. ამის უკან დგანან ექსტრემისტულად განწყობილი არაბული საზოგადოებების ნაწილი, მათ შორის საუდის არაბეთში, ემირატებში და ასე შემდეგ. ეს განწყობა, ხო გეუბნებით, საუდის არაბეთში და ემირატებში და კუვეითში, ეს არის ოფიციალური მიღებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რელიგიის ფორმით არის ისლამის ეს ფორმა. და ეს ქვეყნები, უпростоრედ მათი დიდარი ესა თუ ის შეიხები, ხო ამას ხელს უწყობენ და ავრცელებენ. ერთი ეგეთი პიროვნება იყო ალ-ყაიდას შემქმნელი ოსამა ბენ ლადენი, რომელიც თავად იყო მილიარდერი, ხელს უწყობდა ამ იდეების გავრცელებას და საბრძოლო ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, რომელიც ამ იდეებს ავრცელებდა, ხო? ჩვენ ხშირად გვესმის, რომ აი წარმოუდგენელ მხეცობას მიმართავდა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო აი სირიაში და ერაყში. არაფერ სპეციალურ მხეცობას ისინი არ მიმართავდნენ. ისინი ზუსტად შარიათის მიხედვით მოქმედებდნენ. ეს გასათვალისწინებელია. ისინი მოქმედებდნენ სიტყვით შარიათის შესაბამისად. ყველა ის სასტიკი წამება, ყველა ის სასტიკი მონებად გაყიდვა ქალების და კაცებისაც. ეს ყველაფერი წერია სუნაში და ამას ყველაფერს თავად აკეთებდა მოჰამედი. ანუ მაგალითს აძლევდა. ასე რომ ეს მომენტი არსებობს და ეს საფრთხეც არსებობს. ჩვენ თვალწინ, შორს რომ არ ვიაროთ, ჩვენს თვალწინ აბსოლუტურად სუფიური მშვიდობიანი ისლამის მატარებელი ჩრდილო კავკასიელი ერები სულ რაღაც 20 წელიწადში იქცნენ ვაჰაბიტური ისლამის, აი ერთ-ერთ ბურჯად, ხო? ხო. და იქიდან ეს გადმოვიდა ჩვენთანაც. მოდი პირდაპირ ველაპარაკოთ, პანკისის ხეობაში რა ხდება, სხვა საზოგადოებებში რა ხდება, ნაკლებად ხდება ჯერჯერობით აზერბაიჯანულ საზოგადოებებში, იმიტომ რომ აზერბაიჯანულ დიასპორაზე ზემოქმედება მაინც აქვს უფრო შიიტურ ისლამს, ამას თავისი ფესვები აქვს, ხო, სპარსეთიდან შიიტური ისლამია შემოსული. შიიტურ ისლამში ასეთი, ასე ვთქვათ, ნაკლებად არის ერთი შეხედვით, თუმცა იქაც მიუხედავად ამისა, რამოდენიმე ტერორისტი მაინც აღმოჩნდა ამ წლების განმავლობაში და როგორ არა, ნაკლებად არ ნიშნავს, რომ არ არის. სიტყვა ნაკლებად არ ნიშნავს, რომ არ არის. პირიქით, საგარეო პოლიტიკაში სწორედ ირანი აღმოჩნდა ესეთი აგრესიული აქტორი, რომელიც თავისი გავლენების გავრცობა შეეცადა ერაყზე, სირიაზე, ლიბანზე და არაბეთის ნახევარკუნძულზეც, ასე ვთქვათ, აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ისიც მიმართავდა ძალიან ხშირად ტერაქტებს და ასე შემდეგ, მაგრამ საფრთხე არსებობს. აი ახლა ბოლო ტერაქტი რაც მოხდა შეერთებულ შტატებში, არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება, აფრიკული წარმოშობის სიერა-ლეონედან წარმოშობის და ნატურალიზებულმა ამერიკელმა
კი. ნატურალიზებულმა, რომელმაც მანამდე დიდი ხნის წინ ნატურალიზებულმა, თან გუშინ წინდელი ის არ არის, რა ქვია, ეს კაცი 2016-დან 2022 წლამდე ვირჯინიის ასე ვთქვათ, გვარდიაშიც მსახურობდა, სამხედრო იყო ეს ადამიანი. მე რაღაც აღმოჩნდა იმაში, რა ქვია, კავშირში ISIS-თან, რაღაც საჯარო ქსელებში დაწერა ამის შესახებ თუ რაღაცა, დაიჭირეს, მიუსაჯეს 10 წელი, მაგრამ 4 წელიწადში გამოუშვეს, იმიტომ რომ იქ ვითომ კარგად აღიარა, იცოდა. ხო, სისულელეს ვაკეთებდი, მეც აღარ ვიზამ, მეც აღარ გამოვიდა, მივიდა სპეციალურ სამხედრო კოლეჯში. სამხედრო მაგ კოლეჯში. მეც აღარ ვიზამ ამის თქმის უფლებას, რომ თვითონ თავისი რელიგია აძლევს, ეს რეტორიკა ითვალისწინა აი ამას სასამართლო. არ ითვალისწინებენ და აი ეს არის გასათვალისწინებელი. რომ მოტყუებაა მიღებული. იმიტომ რომ დამკვიდრდა მოყოლებული ჯერ ეს იყო ჯორჯ ბუში უმცროსის რიტორიკაში, ნუ ამ რიტორიკას ქონდა ახსნა შეიძლება, თუმცა მე რომ იცით რა, იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერახში და ასე შემდეგ, ხო, რომ არ ყოფილიყო რაღაცა რომ არ მიეცათ ამას რელიგიური დაპირისპირების სახე, აი მაშინ ისლამოფობია რო არ შეიქმნა მაშინ ლეგენდა, რომ ისლამი არის მშვიდობიანი რელიგია და რომ მას ისლამოფობები უგონებენ რაღაცეებს. აი მაშინ შეიქმნა ეს ლეგენდა და რომელსაც სამწუხაროდ ძლიერი ფესვები აღმოაჩნდა დღემდე. არა და ნუ ხედავთ ჩვენ რაც არის, ხო? ძალიან სერიოზულად არის საკონტროლებელი უმა მე გულისხმობ, ანუ საზოგადოება ისლამური ამა თუ იმ ქვეყანაში, რომ ის ვისი გავლენის ქვეშაა, რომელი მქადაგებლების გავლენის ქვეშაა და ამის მიხედვით არის ამოქმედო. იქნება საქართველოს, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი თუ შეერთებული შტატები, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა იმდენად არის დაუცველი ნებისმიერი საფრთხეებისაგან, რომ ამაზე მე მგონი არც არავინ არ ფიქრობს სამწუხაროდ. არც არავინ არ ფიქრობს, არც არავინ არ ასე ვთქვათ, ნერვიულობს. პირიქით, ყველაფერს მსგავს ხელს უწყობენ. მხოლოდ ეპიზოდურად რო ამოხტება ის, რაზეც ალბათ შენ ახლა ისაუბრებ, ხო, უკვე საქართველოზე რო გადმოხვალ. აი ეპიზოდები რო აღმოჩნდა, უიმე ეს კაცი, კაცო, ჩვენიანი გვეგონა და რეებს ლაპარაკობს თურმე. ეს კაცი რეებს წერს თურმე. ხო? რეებს წერს, ის იმას წერს რა გარემოსთანაც აქვს საქმე რელიგიური თვალსაზრისით. კი. და აი ორი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ვინც ჩვენიანები გვეგონა მთელი ამ დროის განმავლობაში და უცებ ამ ირანში ომი რო დაიწყო, რაღაცა ისეთი პოსტების წერა დაიწყეს და ჯერ ერთი რო ძალიან ჯერად თურმე რასაც იტყვის ირანული პრესა და მილიონჯერ რო დამტკიცდა უკვე რო ის სკოლის ამბავი ტყუილია და ფეიქია, მაინც დღემდე რო წერენ ჯეიხუნ მუჰამედალი, ჩვენი მთავარი არხის ყოფილი ჟურნალისტი და ჯეიხუნთან დაკავშირებით ჩემს გულის ტკივილს გამოვთქვა და გეტყვი რაში ვახა მაჩალიკაშვილი კიდე რომელიც ძალიან გადაგიხდა, მაგრამ იცი რა არის, რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება, ხო არის ესეთი გამოთქმა, არ ეპატიება რიგით, აქ ცოტა პერიფრაზს გავაკეთებ. რაც ეპატიება ვახას, აი ჯეიხუნს არ ეპატიება და რას გულისხმობ გეტყვით ეხლავე რა. გულისხმობ იმას, რომ ბიჭო, როცა ხარ ჟურნალისტი, პროფესიული ჟურნალისტი, ხო, პირველი, რაც უნდა ესწავლებინა, ეს არის ფაქტის გადამოწმება. ფაქტის გადამოწმება. ეს ერთი და მე კიდე გავაგრძელებ, სამწუხაროდ ის, კაი, თქვათ, არ გადაამოწმა ფაქტი და ისე დაწერა, რომ აი ისა. მერე მან განმარტება გააკეთა, რომ მისთვის უკვე დამატებითი განმარტება გააკეთა, რომ აი ეს ლიდერი, ხო, ხამენეი, ის იყო სულიერი ლიდერი მისთვის და ასე ვთქვათ, მისი პოზიცია აქედან გამომდინარეობდა. აი ეს აბსოლუტურად მიუღებელი. ხო, ამაშია საქმე. იმიტომ რომ თუ ის კაცი არის სულიერი ლიდერი, რომელმაც შენი სულიერი დები და ძმები 30 თუ 40,000 ადამიანი მოკლა აგერ გუშინ წინ მისი ბრძანებით. და ამაზე ხმა არ ამოგიღია, ბიჭო?
და ჯეიფუნი ვითომ აქ შიგნით ქოცებს ებრძვის და რა ქოცები არა, ქოცობაზე არ არის, ანგელოზები ამ არიან შემთხვევაში აიათოლასთან ქოცობაზე არ არის. შედარებით. აქ ქოცობაზე, ქოცები საერთოდ რა ტიპის პრობლემაა, იცი, ქოცებისთვის, ეხლა მე რასაც საუბრობ, ეს არის საერთოდ ჩინური, ისინი საერთოდ არ ინტერესდებიან ამ თემებით. იმათ ირანი აინტერესებს იმდენად და იმდენად უჭერენ ირანის რეჟიმს ხავს, რომ დაინახეს, რომ თურმე ესე არ არის რა, სუვერენულ დემოკრატიას ვერ გააჩაღებს სოფლიოში, თურმე. და ეშინიათ, უბრალოდ ეშინიათ, რომ აქაც არ მოფრინდეს რაღაცა, იმავე ამერიკიდან. აი ამის გამო არიან სოლიდარიზებული რეჟიმთან, თორე მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ, ყორანიც ფეხებზე კიდიათ, სახარებაც ფეხებზე კიდიათ და ყველაფერი ფეხებზე კიდიათ. შინაგანად. ეს არის არა, მე ჯეიფუნზე ვამბობ, ადამიანი რომელიც ჯეიფუნიც და ვახაც ორივე ვითომ ებრძვის, ხო, ებრძვიან ქოცებს, იმიტომ რომ ქოცები არიან არ გადის მეთქი მაგ სიფრთხეში რა. ნუ გადავიყვანთ ეს ქოცებთან ბრძოლა არ ბრძოლის, ეს სხვა სიფრთხე არის. ეს ის სიფრთხეა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რა თემაზეც ვაპარაკობთ, ხო? უეცრად აღმოჩნდა, რომ პროფესიული ჟურნალისტი, რომელსაც კარგი პროფესიული ბექგრაუნდი აქვს, ხო? რაღაცა ფაქტს გვაწვდის გადაუმოწმებლად რა. და არც ერთი ვიდეო და არც ერთი ფოტო არ არსებობს. არც დაღუპულების და არც ერთი ჩვენება. კაი, ისინი დაიღუპნენ და თქვათ ფოტოებს არ ვაქვეყნებთ და ვიდეოებს არ ვაქვეყნებთ. ვიღაცა მოწმე ხო უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს, რომ ხალხო, აი ეგეთი რაღაცა ჩემ თვალწინ მოხდა. გინახავთ ასეთი რამე? არა. აქედან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ერთი უფრო ალბათური, რომ საერთოდ არ ყოფილა ეს ამბავი, ეს უფრო ალბათურია. და მეორე, თუ ეს ამბავი ყოფილა და ამაზე არ ლაპარაკობენ, უშუალოდ ასე თქვა, ჭირისუფლები ამ ადამიანების, ხო, დაღუპული გოგონების. მაშინ ირანის რეჟიმს კიდე იმაზე უფრო უარესად ქონია საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ანუ გამოდის, რომ ჭირისუფლებმა გადაყლაპეს ეს დიდი უბედურება, ოღონდ ეს რეჟიმი დაემხოს, ხო, და არ იძლევიან კომენტარს. იმიტომ რომ იციან, რომ რეჟიმის სასარგებლოდ გამოიყენებს. აი ეს სხვა ახსნა ამ ამბავს არ აქვს. და დაინახა რა, რომ სხვა ახსნა არ აქვს, იგივე ჯეიხუნმა მე გამოვიდა და თქვა, რომ ხო, აი სინამდვილე თქვა რა, რომ ის ჩემი სულიერი ლიდერი იყო და ამიტომ ეს ომი ჩემთვის მიუღებელია. სულიერი, მაგრამ როდესაც დაიდო უკვე ფაქტები, რომ ეს ფეიკია, მაინც რომ არ მიგაქ ის ფეიკი პოსტი და არ ამბობ, კი იყო მოგიკლეს სულიერი ლიდერი, მაგრამ ის კონკრეტული ვითომ ფაქტი, რომ სკოლა ვიღაცა მააფეთქა, რომ ეს წვილია, ეს წვილი რატო გჭირდება? იგლოვე შენი ლიდერი და იყავი. მე არ მესმის ადამიანი, რომელსაც დებს თავს განათლებულობაზე, პროგრესულობაზე და ჯეიხუნ დებს მე მგონი ამაზე თავს, ხო? ამის ღია დეკლარირებას აკეთებდნენ, რომ სისხლიანი აიათოლა, რომლის კისერზეა ეს 30-40,000 ადამიანი, ეს ეხლანდელი მსხვერპლი არის. მანამდე რამდენია მიწაში ჩადებული იმ ირანში, ჩვენ ხომ არ ვიცით. და ჯეიხუნისთვის უფრო მწარეს ვიტყვი, მის საყვარელ სამხრეთ აზერბაიჯანში რამდენი ადამიანია მოკლული შირაში გამოსვლების დროს. ამაზე ეს არ არის ისა? და ეხლა ვახაზეც გადავალ და ვიტყვი, ხო? კაი ბატონო, იმისთვის რა ქვია, ჯეიხუნისთვის შიიტების სულიერი ლიდერი, მისი სულიერი ლიდერიცაა. ვახასთვის ვინ არის ის შიიტების სულიერი ლიდერი? თქვენ იცით რა, რამხელა დაპირისპირება და ერთმანეთის მიუღებლობა არის სუნიტებსა და შიიტებში? რამხელა დაპირისპირება, უმალ ერთმანეთს გამოჭრიან ხელს ვიდრე სხვას. ნუ ამას თავი მეორე კონკრეტული, ანუ ასეთი კომენტარი იყო, რომ ანუ რო დაუწერეს ვახას, რომ იმ აიათოლამ რამდენი მოკლაო, ვახამ უპასუხა, რომ ის თავის ქვეყანაში არისო და რა თქვენი საქმე არისო, თავის ქვეყანაში რას იზამსო. მე ამაზე ვუპასუხე, რას ნიშნავს მეთქი ის, მაშინ შენ ქოცებს, ანუ ქოცებმა ხო მოგიკლეს შვილი და რა შენ ხო, ვისი რა საქმეა ქოცები თავის ქვეყანაში ვის მოკლავენ, ვინ რა. ქოცები ზუსტად მაგას ამბობენ, რომ ჩვენ აქ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. ხო, შენ რა გვაქვს მაშინ ვახას პროტესტი, რომ შვილი მოუკლეს, ქოცებისაა ეს ქვეყანა პირადად და ანუ დაიმორჩილოს მაშინ აი ასეთ მდგომარეობას. სრულიად გაუგებელია. და ამაზე პასუხი არ მოწმე, მეთქი მაშინ ამას რატო აპროტესტებ, მეთქი გავიდა დინებაზე ჩვეულებრივი ადამიანი. გეტყვით რა ახსნა აქვს. იმიტომ რომ
აი ესეთი ექსტრემისტულ გარემოში, ხო, აი მუსულმანების ძმობასთან დაკავშირებული გარემოდან მომდინარეობს ეს. ისინი ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ შიიტები მათი მოსისხლე მტრები არიან, მათ უნდა სიტუაციით სარგებლობა პოლიტიკური სიტუაციით, ხო? იქ ცელდება თელ ახლო აღმოსავლეთში, რომ ცალკე ამას ირანელები თავისი ინტერესებისთვის ავრცელებენ, რომ ეს ომი, რაც ახლა მიმდინარეობს, თითქოს რელიგიური ომია. მიხდი? აი ამაზეა აქცენტი, რომ ქრისტიანებმა და იუდეველებმა დაჩაგრეს მუსლიმები. აი ამაზეა საუბარი, რომ ქრისტიანები და იუდეველები აწარმოებენ რაღაც კოლონიალურ ომს მუსლიმების წინააღმდეგ. ვისი მან პატარა ისტორიულ იმას ვისაუბრ რა, ესეც სხვათა შორის, რომ აი კოლონიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი და აი ამის ის რო ხდება, რა ქვია, კულტივირება. თითქოს დასავლეთი რაღაცა ნეოს კოლონიალიზმი ნიშნავს, ანუ კოლონიალიზმის განახლებას, ხო, ვიღაცის მიმართ. ეგეთი რამე რო თქვა, ну, კაი, აფრიკაში რო თქვა, კაი, შეიძლება ვიღაცამ დაგიჯეროს და სწორიც იყოს, რომ თქვა, აი აფრიკა იყო აფრიკის ქვეყნები იყვნენ კოლონიები და ახლა ისევ რაღაცა ნეოკოლონიური არაბეთის ქვეყნები, ვისი კოლონიები იყვნენ? როდის იყო იქ დასავლეთი წარმოდგენილი? არაბული ისა რა ქვია, ირანი და არაბული ქვეყნებიც, ირანი ნაკლებად და არაბული ქვეყნები პრაქტიკულად 100%-ით იყვნენ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. იქ ევროპელებს კოლონიები არ ქონიათ. ევროპელები წარმოდგენილი იქ იყვნენ მხოლოდ ძალიან მცირე პერიოდი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უბრალოდ ოსმალეთის იმპერია დაიშალა და ნაწილმა ქვეყნებმა მიიღეს პირდაპირ დამოუკიდებლობა, ყველანაირი და ნაწილმა ქვეყნებმა მიიღეს პროტექტორატი, ანუ მანდატი, ხო, დროებითი, ეს ერაყი, სირია და იორდანია. всё, მორჩა გათავდა. ყველა დანარჩენი ქვეყანა მიიღო დამოუკიდებლობა. ჩრდილოეთ აფრიკის არაბულმა ქვეყნებმა და არაბეთის ნახევარკუნძულის არაბულმა ქვეყნებმა. რომელ ნეოკოლონიალიზმზეა ლაპარაკი? და მეორე მსოფლიო ომის მერე იმათაც მიიღეს უკვე დამოუკიდებლობა. უпростоრეთ ცოტა მანამდე კიდე. ხო და რაზეა ლაპარაკი, რა ნეოკოლონიალიზმი და რა ჯვაროსნული ლაშქრობები და რა უბედურება. ამიტომ მე ჩვენს მაყურებლებს ვინც გელაპარაკებათ, რომ იქ რაღაცა ნეოკოლონიალისტური ხდება, შეგიძლიათ პირდაპირ გაუშვათ მამის თვალოვთან. არის ეგეთი ქუთაისური გამოთქმა რა. არანაირი არაბულ ქვეყნებში და ირანში არანაირი ნეოკოლონიალისტური არაფერი არ მომხდარა. არასდროს და არც ახლა ხდება. ეს უნივერსიტეტი, რომელიც გახმაურდა, რომ არსებობს ჩვენთან, არც ვიცოდი აქამდე სანამ ეს სკანდალები არ მოხდება, რომ ესეთი უნივერსიტეტი არსებობს საერთოდ საქართველოში და ანუ 2010 წლიდან არსებობს და როგორც კი ქოცები მოვიდნენ, ანუ თავიდან იყო რაღაცა ნორმალური და თითქოს ადამიანური რაღაცა სწავლებები და მოხსნეს ის არ ვიცი იქ მთავარს იმამი ქვია თუ რაღაცა ქვია, ვინც იყო მთავარი აი ამ სიტუაციაში და ამ უნივერსიტეტში და დანიშნეს თავისი რაღაცა ქოცური კი არა, ანუ ქოცების მოსვლასთან ერთად მოიხსნა ის, ვინც იყო ნორმალური, დააწერინეს განცხადება წასვლაზე, თავისნებით არ გაუკეთებია და დაინიშნა მერე ახალი, რომელიც ბევრად უფრო რადიკალურია და ქოცების ეპოქაში, ასე ვთქვათ, ის რადიკალურმა რადიკალიზმი ააყვავა. თორე თავიდანვე შეიძლება რომ გაგრძელებულიყო ისე როგორც დაარს და ეს მთელი რაღაცა საშინელებები დღეს არ მივიღო. შეიძლება კი არა არც მივიღებდით, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, არც ის არ განვითარდებოდა ისე, რომ რადიკალურში გადასულიყო და ჩვენ ქოცების გარეშე გვექნებოდა ნორმალური უსაფრთხოება, რომელიც ამას თავიდანვე მიხედავდა. აქ ბევრი განზომილება. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც 2020 წელს პირველად ეს არის ტრამპის პირველი კადენციის, აი ბოლოს ზაფხულში, როდესაც პირველად რესპუბლიკელი სენატორების და კონგრესმენების ჯგუფმა დაწერა წერილი, განცხადება გააკეთა და მიმართა პრეზიდენტს მაშინაც ტრამპი იყო, რომ ყურადღება მიექცია
ქართული ოცნებისათვის და ივანიშვილისათვის, რომელიც ამიერკავკასიაში ატარებდა როგორც რუსეთის, ასევე ირანის ინტერესებს, აი ეს ხაზგასმული იყო, რომ ირანთან საქართველოს ჩართული იყო უკანონო ვაჭრობაში იგულისხმება საქართველოს არ ღვევდა, უკვე მაშინ არ ღვევდა ირანთან მიმართებაში სანქციების რეჟიმს, რომელზეც საქართველოს რუსეთისგან განსხვავებით ოფიციალურად მიერთებულია. მინდა გითხრათ, საქართველოს მიერთებულია იმ სანქციებს, რომელიც ირანს დაუწესდა, რა ვიცი, აი უკვე 40 წელიწადზე მეტია, ხო? და საქართველოს იყო ამ სანქციებთან მიერთებული და საქართველოს არ ღვევდა ამ წერილს მაშინ ხელს აწერდა მაშინდელი სენატორი კრუზი, სენატორი რუბიო, სენატორი კორნინი, მეოთხე სენატორის გვარი არ მახსოვს, სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება ეს იყო გრემი, 4 სენატორი აწერდა ხელს და რამოდენიმე კონგრესმენი, მათ შორის ჯო ვილსონი იყო, მათ შორის იყო მაიკლ ჯონსონი, რომელიც დღეს არის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, მაშინ ის კონგრესმენი იყო და ასევე ხელმომწერი იყო მარკოი მალინი, რომელიც მაშინ კონგრესმენი იყო. ეხლა ის იცით რომ სენატორი გახდა და ეხლა მინისტრის პოსტი დაიკავა. და კიდე რამოდენიმე კონგრესმენი. ამას რატომ ვუსვამ ხას? რომ ოცნებამს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აი ეს ირანთან წამოიწყო აი ეს ვალსი პეჩორაზე, არ ღვევდა ამ სანქციურ რეჟიმს და მაშინ ჯერ კიდევ 2020 წელს იქნა ეს ამბავი სიგნალიზებული. სხვათა შორის ზუსტად 2020 წელი არის ის თარიღი, როდესაც ამ უნივერსიტეტი შეიყვანეს მიიღო ტერორიზმი, ხო, ტერორიზმის შეიყვანეს რაღაც ტერორიზმის მხარდამჭერ ორგანიზაციათა რიგში, რომელიც ახლა ფუნქციონირებს. ირანის დაზვერვის ქსელად აღიარა ამერიკამ და ტერორისტად მერე უკვე 2 წელიწადში კანადა. ხო, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ოცნება როგორ მოექცა თურქული უნივერსიტეტებისა და სკოლების ქსელს. ერთ წელიწადში გაანადგურეს ქსელი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტთან დაპირისპირებული პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, ის ქვეშ არსებობდა და რომელიც იყო ხაზგასმით არარელიგიური, ანტიკლერიკალური ხაზგასმით. და რა პროპაგანდისტული კამპანია ჩაატარეს და ერთ წელიწადში და აქ ესენი აყვავეს. ხედავთ რომ ხო. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია სინამდვილეში. ძალიან სერიოზული საკითხი არის. ეს ამბავი მე ვთხოვ ყველას ნუ გონიათ სათამაშო. ეს რომ სათამაშო არ არის, ერთ ძალიან ჩემთვის არაპოპულარულ ამბავს ვიტყვი. აი, ვიცი რომ ისრები ჩემსკენ წამოვა, მაგრამ წამოვიდეს ჯანდაბას. თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო 10 წელია აჭარელმა გოგონებმა ჰიჯაბის ტარება დაიწყეს. რაც მანამდე არ ხდებოდა. ჰიჯაბი თუ თავზე დაიფარეს? ჰიჯაბი ეგ არის. თავზე დაიფარეს. აი ეგ არის ჰიჯაბი და ის შენ რაც ჩადრიგონია, ეს არის ბურკა. არა, აი ეს ასე ვთქვათ, თმის დაფარვა და ასე შემდეგ. ეს სიგნალია. სიგნალია და ქართველობასთან შეუთავსებელი. ნუ მე არ ვიტყვი რომ ეხა ქართველობასთან შეუთავსებელი არის, ხო, ფორმალურად ქრისტიანი ქალებიც ეგრე უნდა დადიოდნენ, აი ფლად იმას თუ გავყვებით. მაგრამ ეს არის სიგნალი. და არ არის ეს სათამაშო და ყურად, ესე იგი, მისაგდები. ირანში შიგნით არა, უფრო გარშემო, ანუ იმ ირანელებისგან, ვინც გაქცეულია ქვეყნიდან და 30 მილიონამდე ირანელია ქვეყნიდან გაქცეული.
ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი საუბარი იმაზე, რომ ახლა რომ დაემხობა რეჟიმი და რომ შეიცვლება მთავრობა, ირანი უარს იტყვის იმაზე, რომ ისლამი იყოს მთავარი სახელმწიფო რელიგია. რომ ეს არა, არის მაგაზე, არა, აიათოლების მაგაზე, რეჟიმის არა. პროდუქტი. მაგაზე უარს ვერ იტყვიან, ეგ არის გამორიცხული. უბრალოდ მაგაზე უარს არავინ არ იტყვის. ის დარჩება, შეიძლება ჩვენ არ ვიცით რა იქნება. ირანი ასე თქვა, ჯერ თავარია ეს რეჟიმი წავიდეს. მერე ირანი აღორძინდება რა ფორმით, რესპუბლიკის ფორმით, კონსტიტუციური მონარქიის ფორმით თუ რაიმე სხვა ფორმით, ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. თუ ირანში დაიწერება კონსტიტუცია, ხო? იქ მონარქიის სანამ მონარქია იყო, მანამდე არ ქონდათ კონსტიტუცია შესაბამისი რა თქმა უნდა, არ მონარქია. ქონდა კონსტიტუცია, არ არ ქონდა. ქონდათ ირანს კონსტიტუცია. არ ქონდა კონსტიტუცია. ერთპიროვნულად შაჰი მართავდა, რაში ჭირდებოდა კონსტიტუცია. ანუ რაღაცა ფორმით ხომ აინ ცივილიზებული იყო და რა მაგ რა იყო. თქმა ხო, უნდა, ოკეი, ცივილიზებული იყო, არ მაგრამ ქონდა. მისი ცივილიზებულობა იყო დამოკიდებული მისი დამოკიდებული იყო მირთვისებებზე. ეფუძნებაზე მონარქის. ხო. შესაძლოა მონარქს რომ მიეღო კონსტიტუცია და ქვეყანა თავისი მმართველობის პერიოდშივე გადაეყვანა კონსტიტუციურ მონარქიაში, შეიძლება ეს პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ახლა უკვე ისეთი თემაა, ჩვენ ამ სიღრმეებში ვერ წავალთ. ირანში სავარაუდოდ შეიძლება სახელმწიფო რელიგიათ არ ჩაიწეროს, მაგრამ ნუ როგორც რაღაცა განსაკუთრებული, აი როგორც ჩვენთან კონკორდატის მაგვარია, რაღაცა ამდაგვარი შეიძლება დაიწეროს, იმიტომ რომ მაგ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება. ერთხელ გაეთამაშა შაჰი მაგ ცეცხლს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეხლა საჭირო არის ცოტა რბილი მოქმედება, მე გულისხმობ რელიგიური გზნობებთან დაკავშირებით რა. ხო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანში ასე ვთქვათ, ბოლო გამოკითხვებით და საინტერესო არის, რომ ირანში გამოკითხვები ტარდება. ამას სოციოლოგიური ორგანიზაციები ახდენდნენ აქამდე ინტერნეტის მეშვეობით, ასე კარდაკარიქ არავინ არ დადის. და ბოლო გამოკითხვებით თავს არარელიგიურად თვლიდა დაახლოებით 60%. ეს არის ზუსტად ის ადამიანები, ვისაც არ უნდა ეს რომ ისლამი იყოს სახელმწიფო. ეს არის მოსახლეობის უმრავლესობა. თან მიაქციეთ ყურადღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ისეთი სიგნალია, ეს თლად ასე არ არის, რომ კატეგორიულად ნახოთ, ამაზე წინასწარმეტყველება ცოტა რთული არის. მე ასე ვთქვათ, საერთო განათლებისთვის გამცნობთ, რომ ირანში არის როგორც ზოროასტრული თემი. არსებობს. ძალიან მცირე, მაგრამ არსებობს. არსებობენ მუსლიმი სუნიტები, სწორედ იმ რეგიონში, სადაც ახლა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მანდ არის უპირატესად დასახლებული არის არაბული ეთნიკური უმცირესობით, ანუ არაბები, რომლებიც ცხოვრობენ სპარსეთში. ისინი სუნიტები არიან. საკმაოდ განვითარებულია სომხური სამოციქულო ეკლესიის ქსელი და თქვენ წარმოიდგინეთ მცირე, მაგრამ არის იუდაური თემიც. ძალიან მცირე რიცხოვანი, მაგრამ იუდაური თემიც, იმიტომ რომ ქრისტიანული არ არის? ბატონო? ქრისტიანული არ არის? სომხები. სომხები, ხო. ძირითადად, კი. სომხები არიან, იქ წარმოდგენილი ეკლესიებიც აქვთ თავისი და ასე შემდეგ. ზოგადად ირანელები რელიგიურ საკითხებში, ხა უცნაურ ამას ვიტყვი, არიან ტოლერანტები. ასე ვთქვათ, არ ეს იმიტომ რომ მუსლიმობა თუ ისლამი მათთვის ცოტა უცხოა. და საერთოდ იმას რომ მთავარ რელიგიად, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რელიგიად ისლამია, ნაღიარები ამას ეძახიან ოკუპაციას. ისლამისტურ ოკუპაციას და ჩვენ და ისლამი არა ვართო ერთიო და მოკლედ რა მე მაინც ამას ძალიან ვუყურებ ამ ხო ეს ამის გარშემო რაღაც ესეთი განწყობა არის ნაწილში განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკურ ფარსებს, სპარსელებს, უშუალოდ ეს იგი ფარსის
ის ოღონდ განათლებულ ნაწილს ეს მასობრივ მოვლენად არ უნდა ჩავთვალოთ. არაბები და სპარსები სხვადასხვა რაოდენობრივად ვინ ჯობია, ანუ ვინ არის ირანში, მეტი? ხო. ირანში, ირანში სპარსები მეტი არაბები, არიან, არ არა, არიან? ირანში არაბები არიან უმცირესობა, ღრმა უმცირესობა ჯანმრთელი. არის. ირანში, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი არის ფარსი, სპარსი. და უშუალოდ ესე იგი სპარსი დაახლოებით მესამედი მოსახლეობის არიან აზერბაიჯანელები, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ დღევანდელი ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ანუ აზერბაიჯანს აი რაც კი. ემიჯნება. დედაქალაქი აქ ცენტრალური ქალაქი არის შირაზი, ცნობისათვის და დანარჩენი არიან წარმოდგენილი ასევე ირანული მოდგმის ოღონდ განსხვავებული ეთნოსები, როგორიც არის ქურთები, ბელუჯები, ტაჯიკები და ასე შემდეგ. ძალიან მცირე რაოდენობით არიან თურქმენები და უზბეკებიც ჩრდილო აღმოსავლეთში, ოღონდ ანუ ძალიან სპარსები უმრავლესობაში არიან. ოკეი. ნახევარი დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი არის და სპარსების განათლებულ ნაწილში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის თავისი ქვეყნის ისტორია, უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ისტორია, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა დედამიწაზე სპარსეთი, ხო, ეს თვალსაჩინოა. ნუ ისინი მათი ნაწილი, განათლებული ნაწილი აღიქვამს, რომ იმყოფება მე-7 საუკუნიდან არაბული ოკუპაციის ქვეშ. იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ რომ ისლამი მართლაც ასე იყო, თავსმოხვეული იყო სპარსეთზე, თუმცა სპარსელებმა მოახერხეს და თავისი ეროვნული იდენტობა იმით გადაერჩინეს, რომ მათ ისლამის ის ცალკე ერთ-ერთ სხვა ესე იგი სხვა მიმდინარეობას გაყვნენ, ხო? შიიტები არიან სპარსელები და სპარსეთის ქვეყნებში შემავალი აზერბაიჯანელები, აი ეს სამხრეთ აზერბაიჯანი, მიუხედავად ისინი რომ თურქები არიან, წარმოშობით ისინი ასევე შიიტურ ისლამს მისდევენ. აი ეს მინდოდა მეთქვა. კარგი, მე მგონი ყველაფერი ვთქვით, თუ კიდე რაღაცა მომენტში, როდის მე საჭირო იქნა ამ თემასთან დაბრუნდება დავუბრუნდებით. ჯერჯერობით ეს ესეთი ერთჯერადი აქცია იყო ამ თემასთან დაკავშირებით. კი დიდი ბატონო, თუ მადლობა რაღაცა ლევონდა. შეკითხვები იქნება, მე შემიძლია შემდეგ ესე შემდეგშიც გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ეს ძალიან მძიმე საუბარი არის, ამას ყველას ვერ ვიტყვი, ბევრი არიდებს თავს და მე მგონი თავის მოსარიდებელი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დაავადებული. საქართველო და არის ძალიან მოჭრულად იღებს. დაავადებული. ეხლა უამრავი მიმართულებით, იმიტომ რომ ოცნება მთელი ჩვენი ასე ვთქვათ ორგანიზმის ჯანსაღი სხეულის დამცავი, რაც კი იყო, ყველაფერი მოარღვია, ყველაფერი გააუქმნა, დაწამლა და ჩვენთან შეიძლება მოხდეს ნებისმიერი უბედურება ნებისმიერ დროს. კი. აგე დღეს ვკითხულობდი, თურმე მოქალაქეობას აძლევენ და აქ უკვე ბიზნესები ქონია ვიღაც რუს ყოფილ სამხედროს, რომელიც აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. და ეხლა წარმოიდგინეთ ეს რა რუსები რო ეტყვიან პრახადნოი დვორია აქ. ეს სახელმწიფო აღარ სასწაული, ხო. კარგი ლევონე, მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.